ქართულ ხალხთან და მათ მხარდაჭერას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ შეერთებული შტატები მალე კანონის ძალას მიანიჭებს. ვაშინგტონში დროს არ კარგავენ ახალი მოწვევის კონგრესის პირველივე სხდომაზე. ამერიკელმა კანონმდებლებმა მეგობარი აქტი დააინიცირეს. ეს უკვე მეორედ მოხდა, თუმცა კიდევ უფრო მკაცრია ტექსტის შინაარსი. აქტი, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო ვილსონმა მოამზადა და რომელსაც მხარს ორივე პარტია უჭერს. ამჯერად არა მხოლოდ რეჟიმის ლიდერების, არამედ ოჯახის წევრების სანქცირებასაც ითვალისწინებს. ამისთვის საკმარისია კორუფციაში მათი ჩართულობაც დადგინდეს. თქვენ კიდევ უფრო ხშირად ნახავთ განმეორებით რესპუბლიკელებისა და დემოკრატების საქართველოს საკითხებზე ერთად მუშაობას. მეგობარი აქტი აჩვენებს იმ სიყვარულსა და მხარდაჭერას, რომელიც ქართული ხალხისადმი გვაქვს. რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთად მუშაობთ სანქციების აღსრულების ხელშესაწყობად. ასევე ქართული ხალხისთვის წამახალისებელი ნაბიჯების პოპულარიზაციისთვის. მას შემდეგ, რაც მათი დემოკრატია სრულად აღდგება, რათა დაინახონ, როგორ შეუძლიათ შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებს უფრო მჭიდროდ იმუშაონ ქართულ ხალხთან. ასე რომ ეს ძალიან დადებითი აქტი იქნება. მეგობარი აქტი თავისთავად გამორიცხავს, თუმცა დამატებით ჯო ვილსონიც განმარტავს, რომ ტრამპთან ურთიერთობის დალაგება ივანიშვილის რეჟიმის მხოლოდ უსაფუძვლო პროპაგანდაა. ამ აქტის დამტკიცების შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციას რეჟიმის რუსული, ჩინური თუ ირანული კავშირების გამოკვლევას უკვე კანონი დაავალდებულებს და სანქცირებას კანონით გათვალისწინებული ზომა იქნება. თუმცა ვილსონი გვახსენებს იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც საფრთხე დემოკრატიისთვის, ტრამპის საგარეო გუნდის არაერთ ლიდერს ჯერ კიდევ წლების წინ ჰყავდა იდენტიფიცირებული და მათ სანქცირებასაც ითხოვდა. მაიკ ვოლსი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იქნება, 2020 წელს ივანიშვილის სანქცირების ერთ-ერთი ინიციატორი იყო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ერთ-ერთი ავტორი იყო იმ ანგარიშისა, სადაც ივანიშვილის სანქცირება იყო მოთხოვნილი. მაიკ ჯონსონი, მაიკ ვოლსი და მარკო რუბიო ყველანი მუშაობენ დონალდ ტრამპის ბუნებრივი მიდრეკილებით მხარი დაუჭიროს თავისუფლებასა და დემოკრატიას. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის მისი გადაწყვეტილების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ ორპარტიულ მუშაობას. ტრამპის ადმინისტრაციაში თავისუფლებისა და დემოკრატიის ნამდვილი მეგობრები და საბჭოთა იმპერიის მოწინააღმდეგენი არიან. მეგობარი აქტის ახალი ვერსია პირველი ვარიანტისგან ფუნდამენტურად არ განსხვავდება. ინიციატივა ისევ ორ სცენარზეა გათვლილი. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის მძევლად დარჩება, ვაშინგტონი ისედაც სანქცირებულ ოლიგარქს კიდევ უფრო მძიმე ზომებით უპასუხებს. სასწორის მეორე მხარეს კი ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და მეტი ფინანსური მხარდაჭერაა. ოღონდ ამისთვის ქართველი ხალხის ბრძოლა წარმატებით უნდა დასრულდეს და ქვეყანაში დემოკრატია აღდგეს. მათ არ მოусმინეს საკუთარი ხალხის თხოვნას, მოწოდებებს და ეს ძალიან სამწუხაროა. ძლიერ ვამაყობ პრეზიდენტ ბაიდენით, რომელმაც სანქციები დაუწესა ივანიშვილს, რაც სათანადო ნაბიჯია. ვფიქრობ, რომ უფრო შორს წასვლაა საჭირო. შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, რომ დემოკრატიის თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს. სტივ კოენი დემოკრატი კონგრესმენია. ივანიშვილს და მისი რეჟიმის ლიდერებს კოენი პუტინის პაიკებს უწოდებს და მათი სანქცირების ამდენად მეგობარი აქტის მომხრეცაა. თუმცა სწორედ კოენის ინიციატივით კონგრესი უახლოეს დღეებში კიდევ ერთი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. ეს ქართული კოშმარის აკრძალვის აქტია, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დაავალდებულებს ოლიგარქის რეჟიმი არალეგიტიმურად გამოაცხადოს. ასეთი აქტი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მანამდე უკვე გამოსცა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგია და ახალი არჩევნების მიღწევას კიდევ უფრო რეალისტურს ხდის. ჩვენ რასაც ვხედავთ ქართული ხალხის ძალისხმევამ გულისხმობ ლამის 40 დღიანმა პროტესტმა თავის შედეგი გამოიღო და ამერიკის შეერთებული შტატები როგორც მეგობარი და თავარი მხარდამჭერი ჩვენი თავისუფლების და ერთიანობის ცდილობს დაეხმაროს საქართველოს. მეგობარი აქტი, როგორც ავტორები ამბობენ, მეგობარი ნიშნავს მართლა მეგობარს და ნიშნავს მხარდაჭერას როგორმე ეს რეჟიმი, რომელიც არბევს ძირს უთხრის დემოკრატიას და საფრთხის ქვეშ აგდებს ჩვენს თავისუფლებას, ჩამოვაშოროთ ხელისუფლებით. იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის რეჟიმი შენარჩუნდა და მან ცადა შენარჩუნება რეჟიმის, ეს სანქციები ამოქმედება. იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი აღიარებს ახალ არჩევნებს და დანიშნავს ახალ არჩევნებს ოპოზიციასთან ერთად, ამერიკა გადახედავს. ძალიან მარტივად დაალაგეს, გადახედავს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში საქართველოს ელოდება თავისუფალი მიმოსვლა ამერიკასთან, თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან, რომელიც პირდაპირ დაბუსტავს, ანუ გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას. ქართველები დღემდე რო ოცნებენ, რომ გრინ კარტა მოიგონ, წავიდნენ, გადადიან საზღვრებს, რაღაცებს აკეთებენ იმისთვის, რომ ამერიკაში მოხდნენ, ის ყველაფერი ხელის გულზე გვაქვს და ძალიან მარტივად გაკეთებადი არის, თუ ჩვენ ჩავატარებთ თავისუფალ არჩევნებს.
ამ პირობებში გადარჩენის რა შანსი რჩება ივანიშვილს? ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ უკან დახევის რესურსი ჯერ კიდევ არსებობს და ამას ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციების ადასტურებს. ამ სანქციებით ვაშინგტონმა ოლიგარქს თავისი სიმდიდრის ნაწილზე წვდომა შეუნარჩუნა, თუმცა ცხადია, თუ პროცესი ახალ არჩევნებამდე არ მივა. ივანიშვილის ფინანსური იმპერიის ჩამოშლა მხოლოდ დროის საკითხია. თუ მეგობარი აქტი იქნება მიღებული, ეს არის უკვე სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატების კანონი, რაც იქნება იმის წინაპირობა, რომ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტს მოიკლიოს კონკრეტული საკითხები და ის ადამიანები ჩასვა სანქციების სიაში, აქ მათ შორის მაგნიტსკის აქტის არის მითითებული, რომლებიც კონკრეტულად ჩართულები არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში, დემოკრატიის უკუწყლოში და საქართველოსთვის, ესე იგი, უსაფრთხოების პრობლემების გაჩენაში, ხო? ანუ ამ აქტის მიღების შემდეგ ისე აღარ იქნება, თქო, მარკო რუბიოს, ანუ ნებისმიერ სხვას, ვინც არ უნდა იყოს, თქვა, თავიანთ ნებაზე მოუნდეს ან არ მოუნდეს სანქცირება კონკრეტული ადამიანების. ამ შემთხვევაში მეგობარი აქტი დაავალდებულებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტსაც პირდაპირ ვთქვათ, რომ იმიტომ რომ პრეზიდენტი არ შეუძლია გადაუხიოს ამერიკის შეერთებული შტატების კანონს, ხო? მიყვეს მიღებულ კანონს. მეგობარი აქტი ჯო ვილსონმა პირველად გასული წლის 20 მაისს რუსულ კანონზე საპასუხოდ დაარეგისტრირა, თუმცა წინამოწვევის კონგრესში პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ახლა კი მხარდაჭერა ორპარტიული და ორპალატიანია და მოსაოდნელია. ტრამპის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი ვილსონი აქტის დამტკიცებას უმოკლეს ვადაში მოახერხებს.